საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ყველას. აი, მოსულა. მოგესალმები რუსთავიორის მაყურებელს, კვლავ და მივესალმები საქართველოს ეროვნული ლოტარიის მოთამაშეებს. მე მეგონა რომ დაგაცებინა და მეთქი, აი, მოგება თქო უნდა მეთქვა შეთვის. იქნებდა კარგის ნიშანი. იქნებდა გადაცდომაც კარგის ნიშანია. იქნებდა მანამდე შენ გააჩერე. თაკოს გადაცდომის იყოს, მოკლედ, გადაგცდება ადამიანს მაშინ, როდესაც ჯეკპოტი ამ ხელაზე გაიზარდა, ამდენში კარგი ადგეს. გამართლება. 1,999,185 ლარი. 2 მილიონ ლარამდეა უკვე. ჯეკპოტი და შესაბამისად გადაგცდება ადამიანს. ნახე, აი მეორეზეც არ გადამცეს მეშინია, იმიტომ რომ 127,000 ლარს გაცდა და ჩვენც მოდი ამ დანიშნულების ადგილს გავცნეთ და გადავინაცვლოთ ახლა. ჩვენს ჯადოსნურ ღილაკთან ავითვალოთ. 3 ხეს თუ გავათამაშეთ ამერდო სულ და გადაგცდეს ხოლმე. 3 2 1 დღეს რამე კარგ თანხას გამოვარით. ხელი მე ეჭვიმობს რომ მე ძალით გადავიცდე ხოლმე. მე მორჩა აუცილებლად. აბა ვნახოთ რომელი ბუთი გახსნის დღევანდელ თამაშს. შემოგთავაზებს. მაღლით დავიწყეთ, წითელი ფერი 34 რიცხვი შემოგთავაზა, ზურა რაზე გეცინება ჩემს გადაცდენაზე ისე. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რატო გაჩერდა? რატო ჩავჩუ? 37 შემოგვიგორდა მეორე მომგებია ბურთად. კი, სულ რამდენიმე ნაბიჯით და ძალიან დაბალგი. ამ შემთხვევაში ორიანი შემოგორდა. მესამე მომგებიან ბურთად როგორც ხედავთ. ნახოთ რა იქნება მეოთხე მომგებიანი ბურთი და 25 მოგორავს ჩვენსკენ. წითელი ლურჯი და რა ფერი იქნება ახლა საინტერესოა? წითელი თაკო რა თქმა უნდა, მაგრამ არა. ვანეო, ჩვენმა ლოტოტრონმა და 18 რიცხვი არის მეხუთე მომგებიანი 18 შემოგთავაზა ლოტოტრონმა და მეექვსე ბურთიც მოგორდა ჩვენთან 39 გახლავთ ის და უკვე თუ ჯეკპოტი გათამაშებულია ტელევიზორთან ყიჟინა იქნება და ერთი ამბავი. 7 ჩამოვარდა, ეს გახლავთ უკვე ბონუს რიცხვი და მოდი იღბლიანი ბონუს რიცხვი გვაქვს. გადავინეოროთ, იმედი მაქვს რომ იღბლიანი იქნება ის ჩვენი მაყურებლისთვის. დაიწყე 34 27 2 25 18 29 და 7 გახლავთ ბონუს რიცხვი. აბა თქვენიც. წარმატებებს გისურვებთ ყველას, რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგებს სულ მალე გაგიზიარებთ. მანამდე უნდა გადავინაცვლოთ მახინჯაურში, სადაც გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ლოტარიის ბედნიერი ისტორიები გრძელდება. ამ შემთხვევაში ქალბატონი მაყვალა სურმანიძე გახლავთ გამარჯვებული, რომელმაც მომენტალურ ლოტარია 7-იანში მოიგო 20,000 ლარი და მოდი გავიცნოთ ეს ქალბატონი და შემდეგ ჩვენ შედეგებით დაგიბრუნდებით. წავედით მახინჯაურში. ლოტარიის ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად მახინჯაურში ქალბატონ მაყვალა სურმანიძეს ვეცვიეთ, რომელმაც მომენტალურ ლოტარია 7-იანში 20,000 ლარი მოიგო. გამარჯობა ქალბატონო მაყვალა. მოვედით, რათა თქვენი მოგებული თანხა გადმოგცეთ. მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ. მადლობა. ვიყავით მე და ქალიშვილი ჩემი საკითხებზე ნაზილბე გოგოლის ქუჩა ნომერი 13-ში. არის პატარა ჯიხურის შიგნით. ხოდა შევიძინეთ რაღაც უცებ მოგვივიდა მოძრომ შეგვეძინეს 2 ბილეთი. ამ 2 ბილეთში ერთმა 2 ლარი მოიგო და ერთმა მოიგო 20,000 თვალებს არ დაუჯერეთ და ქეთინოს უთხარი ჩემ ქალიშვილს ქეთი ერთი თანხა როგორი 2 წერია 20 წერია თუ 200 და ნახეთ რომ არა 20,000 ლარი და ძალიან კარგი ხარ და დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლოტარიას და ყველას. რა ვიცი გირჩევთ რომ შეიძროთ ეს ბილეთი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მჯეროდა და დავიჯერები რომ მოვიგე დავიჯერე. ქალბატონ მაყვალას ულოცავთ კიდევ ერთხელ და თაკოს დღეს გადაცდა მეოთხე კატეგორიისთვის 1876 ლარი გათამაშდა 4 ადამიანზე 469 ლარმა შეადგინა მოგება ბილეთზე. კი ბატონო, არა მხოლოდ 4, 90 ადამიანი სხვადასხვა თანხებში, რა თქმა უნდა. საპრიზო კატეგორიების და ჯადოსნური სიტყვები ჯეკპოტი ჯერ არ გათამაშებულა ეს ერთი და მეორე იგებს ის ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია ყველას, რა თქმა უნდა, დროებით სამშაბათს შევხვდებით ამ სივრცეში.